განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძე მიიღო. დღეს ყოფილი მაღალჩინოსნის წინა სასამართლოს სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა მათ შორის მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სწორედ ამ საკითხით გაგრძელდება განხილვა მომდევნო სასამართლო პროცესზე, რომელიც 22 აპრილს ჩატარდება. ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით ლილუაშვილის პოზიცია მედიას მისმა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა გააცნო. მისი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიაჩნია, რომ გამოძიება შეცდომაშია შეყვანილი. როგორც საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, საქმეში მოიპოვება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რომელიც თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს ადასტურებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, იცით, რომ ბრალდების ხარესაც აქვს წარმოდგენილი მოცულობითი სახით და დაცვის ხარესაც შესაბამისად, შემდეგ პროცესზე სავარაუდოდ გადაწყდება ის მტკიცებულებები და დასტურდება ის მტკიცებულებები, რომელიც არსებითად განსახვილებელად თუ გადაეცა საქმე სასამართლოს, ანუ წინა სასამართლოს ეტაპზე ვართ, არ დასრულებულა, ეხლა არის მტკიცებულებების განხილვის ეტაპი. თავს დამნაშავედ არ ცნობს და ჩვენ მზად ვართ ყველა მტკიცებულება გავიაროთ სასამართლოზე თუ დაგვჭირდება და წარმოვაჩინოთ ჩვენი უდანაშაულობა. ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოიპოვა საქმეში 100-მდე პირის გამოკითხვის ოქმი, ასევე ჩატარებული არის სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, ამოღება, გამოთხოვა, დამუშავებული არის გამოთხოვილი ინფორმაცია შინაარსობრივად და ეს ყოველივე მოდის თანხმედრაში მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციის შინაარსთანაც. შესაბამისად, ამ საქმეში მოიპოვება ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებები პირდაპირი ხასიათის, რაც თითოეულ ბრალად წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებით ადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს. დღეს ბრალდების მხარემ და დაცვის მხარემ შუამდგომლო სასამართლოს წინაშე მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვება ცნობა. როგორც მე ბრალდების მხარეს, ისე დაცვის მხარეს ჰქონდა გარკვეული პოზიციები დაუშვებლობებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენს მიერ დაყენდა ეს შუამდგომლობები და სასამართლომ აღნიშნულ ეტაპზე გადადო პროცესი. დღევანდელი პროცესი სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნის საფუძველზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, სხდომაზე ისეთი ინფორმაცია გაჟღერდებოდა, რომელიც უკანონო კოლ-ცენტრების მფარველობასა და სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულს ეხება. პროკურატურის პოზიციით არსებობდა მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების საფრთხეს. შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ ლანა ცერცვაძის განცხადებით, სხდომის დახურვით ბრალდებულის კანონიერი უფლებები ირღვევა. მისივე თქმით, პროკურატურა ამ გზით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მაქსიმალურ შეზღუდვას ცდილობს. ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარე დომინანტ პოზიციაშია, რადგან ისინი საზოგადოებას ინფორმაციას თვალმხრივად ბრიფინგების მეშვეობით აწვდიან, ადვოკატებს კი გაუთქმელობის ხელწერილს თხოვენ. ერთის მხრივ ჩვენ სახელმწიფო ბრალდება მუდმივად თავაზობს უწყლოდ რეჟიმში ინფორმაციის მიწოდებას სოციუმისთვის, რაც მათი ვერსიით ბრალის სტანდარტს წარმოადგენს, თუმცა დაცვის მხარე ორმხრივად არის შეზღუდული თავის პოზიციის საჯარო ხარშხებაზე. ერთის მხრივ ეს არის ინფორმაციის გაუხმაურებობის ხელწერილზე ხელმოწერა ადვოკატების მხრიდან, რომელიც წარმოდგენილი ვართ დასახელების სისხლის სამართლის საქმეში და ამისთანავე, რაც გრიგოლ ლილუაშვილი წარდგენილი იქნა სასამართლოში, ყველა ჯერზე ხდება პროკურორის მხრიდან შუამდგომლობის აყენება, სხდომის დახურვასთან მიმართებით. ეს მდგომარეობით გამოდის, რომ ბრალდების მხარე ასეულობით მოწმეს, აი თუნდაც დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი საზოგადოება ისმენს, რომ ასეულობით მოწმე არსებობს, რომლებიც იძლევიან რაღაც კონკრეტულ ჩვენებას, რაღაც ინფორმაციას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ასეულობით მოწმეზე, რა შეფერდება ამ ასეულობით მოწმეს საერთოდ ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდა რა ესაა, ხო საერთოდ ჩვენ რატო გვინდა რომ იყოს ასეთი პროცესი, რატო გვინდა საჯაროობა, რატო გვინდა რომ სოციუმმა გაიგოს რა ხდება სასამართლოს სასამართლოს საკითხში. ეს ბრალდების მხრიდან იცით რით არის დაგამართული, სოციუმისთვის მაქსიმალურად შეიზღუდოს ინფორმაცია და აი ეს ერთის მხრივ პროკურატურის მხრიდან გაჟღერებული ბრალი, რომელიც იმიტაციას ნიშნავს თითქოს გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და მომავალში თუ კი საქმე გადაიცემა არსებითად დასახელოთა ამბათობის ხარისხით თურმე რაღაცა ისეთი შემადგენლობისა, რომ შეიცავს რეალურად დანაშაულის ნიშნებს, აი ამგვარი შეფუთვა მიეცეს ბრალს.
ბრალდების მხარე ამ შემთხვევაში ჩემი мотиваცია როგორც სახელმწიფო ბრალმდებლის არის რომ საქმეზე დადგეს ობიექტური შედეგი. სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა რომ მოწმეების ჩვენებები მოისმინოს თავისუფალი ნების ფარგლებში. ამ мотиваციის და ამ მიზნის მისაღწევად ბრალდების მხარე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს ყველაფერს რომ ამ პირებზე არ განხორციელდეს ზეწოლა. როდესაც მოწმე საუბრობს ამა თუ იმ ყოფილ თანამდებობის პირზე არაერთ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში ამხელს, ბუნებრივია მასზე როგორც საქმისათვის მნიშვნელოვან მოწმეზე თავად ქმედების აღწერილობიდან შინაარსიდან გამომდინარე, დიდი არის საფრთხე იმისა, რომ მათზე შესაძლოა მოხდეს ზეწოლა. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთა მისაღებას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით საუბარია 2.365.000 ამერიკულ დოლარსა და 1.500.000 ლარზე. უფრო კონკრეტულად გამოძიება სუსის ყოფილ უფროსს 4 ეპიზოდს ედავება. ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, დაკავებული რომეო მიქაუტაძე, რომელთან ერთად პროკურატურის თანახმად ლილუაშვილი კონკრეტულ ბიზნესებს ლობირებდა. მიქაუტაძეს 16 მარტს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კიდევ ერთი ეპიზოდი კი ბაგა ბაღებს და ეგრეთ წოდებულ ატკატებს ეხება. პროკურატურის ინფორმაციით გრიგოლ ლილუაშვილი ქრთა მისაღების სანაცვლოდ თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს მფარველობდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ეგრეთ წოდებულ ატკატებს იღებდა. გარდა ამისა, ლილუაშვილს თაღლითური კოლცენტრების მფარველობაშიც ადანაშაულებენ. მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.